ძლიერი წვიმის გამო თბილისის მასშტაბით ქუჩები თითქმის ყველგან დაიტბორა. ქალაქში დილიდან საცობია. დაიტბორა ფალიაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძისა და ყაზბეგის გამზირები, დიდი დიღმისა და გლდანის ქუჩები. წყალი ჩავიდა სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროშიც. მეტროსადგური დროებით გაჩერებული იყო. რუსული ოცნება კალაძის ბანერზე ამ წარწერის დატოვების გამო სტუდენტი გოგო დააკავეს. 23 წლის მეგიდი ასამიძეს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საპროტესტო წარწერები მელიქიშვილზე კალაძის საარჩევნო შტაბთან მას შემდეგ გაკეთდა, რაც წინა დღით ოცნების პარტაქტივი აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდა. წინა წლებში ოპოზიციის შტაბებზე თავდასხმის, ოფისების დარბევისა და ბანერების დაზიანების გამო არავინ დასჯილა. ბანერი, რომელზე გაკეთებული წარწერის გამო სტუდენტ გოგოს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება, იურისტების განმარტებით კანონდარღვევით იყო გაკრული. ირკვევა, რომ მელიქიშვილის გამზირზე შენობა, სადაც კალაძის შტაბია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. მსგავსი ტიპის ნაგებობაზე კი სააგიტაციო ბანერის გამოკვრა იერსახის დამახინჯებად ფასდება და აკრძალულია. იურისტები ამბობენ იმასაც, რომ დაზიანებად ვერ შეფასდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს. ტრამპის მოკავშირე კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი მოკლეს. ის გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. შემთხვევა იუტას შტატში უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა ის სტუდენტებს ხვდებოდა. მკვლელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.